ბატონო პრეზიდენტო, რატომ აღმოჩნდა დღის წესრიგში ზანგეზურის დერეფნის ან როგორც მას უწოდებ ტრამპის მარშრუტის გეგმა? Რა თქმა უნდა, თქვენც მოგიწევთ მისი მხარდაჭერა. ითამაშებს თუ არა ეს დერეფანი სტრატეგიულ როლს აზერბაიჯანსა და ევროპას შორის? 1917 წელს, როდესაც რუსეთის იმპერია დაინგრა, შეიქმნა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა. მუსულმანურ სამყაროში ეს იყო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც 1918 წლის მაისში ჩამოყალიბდა. მან 1920 წლის აპრილამდე იარსება, შემდეგ კი რუსული არმია შეიჭრა აზერბაიჯანში და მოახდინა მისი ოკუპაცია. 1917 წლის რევოლუციის შემოქმედმა ბოლშევიკებმა ხალხი მოატყუეს. მათი ლოზუნგები იყო: ფაბრიკა ქარხნები მუშებს, მიწა გლეხებს, თავისუფლება ერებს. ჩვენ საკუთარი სახელმწიფო შევქმნით, თუმცა ბოლშევიკებმა ის წაგვართვეს. ოკუპაციიდან რამდენიმე თვეში 1920 წლის ნოემბერში საბჭოთა რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა აზერბაიჯანისთვის წაერთმია ზანგეზური და გადაეცა ის სომხეთისთვის. ასე იქცა აზერბაიჯანი ორად გაყოფილ სახელმწიფოდ: ძირითადი ტერიტორია და ნახიჩევანი, შუაში დასავლეთ ზანგეზურით. საბჭოთა დროს ეს არ იყო პრობლემა, რადგან არც საზღვრები არსებობდა და არც ომი იყო. მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლოთ დაკავშირებოდნენ ნახიჩევანს ავტომობილით ან სარკინიგზო ხაზით, თუმცა მას შემდეგ, რაც სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესია დაიწყო, მათ ეს დამაკავშირებელი გზა და დერეფანი შუაზე გახლიჩეს. როგორც ვიცით, რუსეთმა ჩამოაგდო აზერბაიჯანული თვითმფრინავი და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ისეთივე აღარ არის. განიხილება თუ არა დიპლომატიური ურთიერთობების გადახედვა საერთოდ. როგორია კავშირი ორ ქვეყანას შორის? რუსეთის მიერ აზერბაიჯანული სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდება და ამ თემაზე მათი ოფიციალური პირების რეაქციამ აზერბაიჯანში ძალიან დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. უპირველეს ყოვლისა გასროლა არ უნდა მომხდარიყო, რადგან როდესაც რუსულ აეროპორტებზე დრონები თავდასხმაა, ისინი სპეციალურ რეჟიმს აცხადებენ. ისინი ამას ეძახიან ხალიჩას. ყველა თვითმფრინავი იღებს გამაფრთხილებელ შეტყობინებას დრონები თავდასხმის შესახებ და უკან ბრუნდება. კატასტროფამდე ორი კვირით ადრე მსგავსი რამ მოვიდა ჩვენს თვითმფრინავსაც, რომელიც რუსეთის იმავე ქალაქში მიფრინავდა. მან მიიღო შეტყობინება და უკან დაბრუნდა. ამჯერად მსგავსი შეტყობინება არ ყოფილა. გაფრთხილება მხოლოდ მას შემდეგ მივიღეთ, რაც თვითმფრინავი უკვე ჩამოგდებული იყო. მათ ეს მხოლოდ იმისთვის გააკეთეს, რომ შემდეგ შეცდომაში შეეყვანათ გამოძიება. მათ თვითმფრინავს ორჯერ ესროლეს. ჩვენ გვაქვს ბორტის დარჩენილი ნაწილები. ის ადგილი ჩვენგან მხოლოდ 40 წუთის საფრენო ანძილზეა, ამიტომ იქ ჩვენი გუნდი დაუყოვნებლივ იყო გაგზავნილი. მათ ყველაფერი გადაიღეს და ამის ნახვა ინტერნეტითაც შეგიძლიათ. გასროლისგან ლაინერის მთლიანი კორპუსი სავსე იყო ხვრელებით. ის დაზიანებული იყო რუსული საჰაერო თავდასხმის სისტემის მიერ. ეს იყო საბედისწერო შეცდომა. შემიძლია მაგალითად მოგიყვანოთ შემთხვევა ყარაბაღის მეორე ომიდან. სამხედრო მოქმედებების ბოლო დღეს აზერბაიჯანმა შემთხვევით ჩამოაგდა რუსეთის ფერმფრენი, რომელიც იმყოფებოდა იქ, სადაც არ უნდა ყოფილიყო. იმავე დღეს მე დაუყოვნებლივ დავურეკე რუსეთის პრეზიდენტს და მას ბოდიში მოუხადე. ჩვენ დაუყოვნებლივ გადავუხადეთ კომპენსაცია დაღუპულთა ოჯახებსა და თავდაცვის სამინისტროს. დავიწყეთ გამოძიება და პასუხისგებაში მივეცით ის პირები, ვინც დაუშვა ეს საბედისწერო შეცდომა. ამ შემთხვევაში რუსული მხარისგან მსგავსი არაფერი გვინახავს. ჩვენმა ქმედებამ შეგვიქმნა მოლოდინი, რომ მოსკოვიც მსგავსად მოიქცევდა. მით უმეტეს, როცა ორი ქვეყანა ერთმანეთს მეგობრებს უწოდებს. ეს იყო დიდი სიურპრიზი. მომხდარზე მათ დღემდე არაფერი უთქვამთ. ჩვენ ველოდებოდით გამოძიებას, ვფიქრობდით, რომ ადრე თუ გვიან ის დასრულდებოდა. ჩვენ არ ვართ პასუხისგებელი ურთიერთობის გაუარესებაზე. ჩვენ მხოლოდ ვპასუხობთ კონსტრუქციული, ლეგალური გზით, მაგრამ არასდროს ვიქნებით ტოლერანტული ჩვენ წინააღმდეგ ნებისმიერი სახის აგრესიის ან უპატივცემულობის გამოხატვაზე. როგორც ქვეყანამ აზერბაიჯანმა გამოიერა ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევის ტანჯვა. ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი პოზიცია მკაფიოა, რომ დავუბრუნდეთ რუსეთ-აზერბაიჯანის საკითხს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებიდან აზერბაიჯანი მხარს უჭერდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და აგრძელებს მის მხარდაჭერას. ასე გაგრძელდება მომავალშიც.